რა უნდა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენგან. მოდით ვნახოთ მეგობრებო დღეს საჯარო გაშლა თემით რა ჩანდობა უნდა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. ახლა დავარიგებ ვარიანტებს. ხო, მე მქვია ვიქტორია. და ნახოთ, აბა რა უნდა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით და ვნახოთ. რა უნდა თქვენგან პირველი ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას და მეორე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ქვებსაც ახლავე დავამატებ. პირველი ვარიანტი მოდით იყოს ეს ქვა და მეორე ვარიანტი აი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი, ვის ქმედებებსაც ბოლომდე ვერ ხვდებით, ვისთანაც ასე თუ ისე გაურკვეველი ურთიერთობა, კომუნიკაცია გაქვთ. გავიმეორებ, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი რაღაც რომანტიული ასპექტით იყოს. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ნახოთ, აბა რა უნდა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენგან. თასების სამიანი. აქ ადამიანს აშკარად უნდა ორსკამზე ერთდროულად ჯდომა თითქოს. სხვათა შორის აქ ამ არკანიდან გამომდინარე შესაძლოა აქ სამკუთხედებს ვეხებოდეთ, სამკუთხედებთან გქონდეს საქმე. და თუ სამკუთხედებს, ოთხკუთხედებს და შვიდკუთხედებს ეხება საქმე, აქ მე პირდაპირ გეტყვით, რომ ადამიანს რაღაც გარკვეული ცვლილებების შემოტანა ურთიერთობაში არ უნდა და კომფორტულად არის იმით, რითითაც არის. ხოლო თუ აქ სამკუთხედებზე არ არის საუბარი, აქ ადამიანს თქვენთან უნდა გარკვეული სიახლოვე, ადამიანს თქვენთან ერთად უნდა გართობა არა რაღაც სქესობრივი თვალსაზრისით გულისხმობ, არამედ ზოგადად ადამიანური რაღაც მეგობრული გართობა, მეგობრული გვერდში დგომა, ერთად დროის გატარება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა სურს თქვენგან პირველი ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. კვერთხების ორიანი, ჩამოკიდებული კაცის არკანი, კვერთხების ექვსიანი, პენტაკლების პაში. ცოტა მსხვერპლის პოზიციაში არის ხოლმე, ხო, ადამიანი. აშკარად ცოტა კვერთხების მეთქი მსხვერპლის პოზიციაში არის ხოლმე არკანი. ადამიანი ღმერთო. რამდენი სიტყვა შემეშალა ერთ წინადადებაში, ხო? პირველ რიგში ამ არკანებიდან გამომდინარე, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი თითქოს მსხვერპლის პოზიციაში არის, ან თქვენ ხართ მსხვერპლის პოზიციაში, სხვათა შორის, ესეც შესაძლებელი არის ნამდვილად და რას ნიშნავს მსხვერპლის პოზიცია? ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე თქვენგანი მართლაც რომ მსხვერპლია. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ რომელიღაც თქვენგანი ძალიან მსხვერპლივით აზროვნებს, აი თითქოს რომელიღაც თქვენგან ძალიან უჭირს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქმედებებზე, საკუთარ სიტყვებზე, აი რომელიღაც თქვენგან ძალიან უჭირს, შესაძლოა ორივესაც გიჭირდეთ, ხო? და მსხვერპლის პოზიცია ასევე რა არის? ეს არის საკუთარი თავის შეცოდება, შებრალება. მე ასეთი ცოდო ვარ, მე ეს არ დავიმსახურე, მე ხომ ასეთი კარგი ვარ, რატომ მემართება მეცუდი რაღაცეები, აი რაღაც ასეთი სიტყვები მომდის ამ არკანებიდან გამომდინარე. და იცით რა არის? რა თქმა უნდა, ზოგადად არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი რამდენად კეთილი არის, რამდენად ბოროტი არის, ყველას ემართება კარგიც და ცუდიც. ჩვენ ვართ დედამიწაზე, ეს არის სამყარო, სადაც ჩვენ გავდივართ ძალიან მნიშვნელოვან გაკვეთილებს და რა თქმა უნდა, ალბათ ძალიან ბევრი თქვენგანის თავში გაჩენილა ასეთი აზრი, რომ აი ცუდი არაფერი არ გამკეთები არასდროს და რატომ მემართება რაღაც ცუდი, ხო? და ეს ძალიან ბუნებრივი შეკითხვა არის, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეს ადამიანს და მოდით ახლა პატარა ახსნას გავაკეთებ. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ჯერ ერთი ჩვენ გავდივართ გარკვეულ გაკვეთილებს, ეს ერთი და მეორე, ნახეთ მეგობრებო, ზედმეტად ბევრი სიკეთეც დასჯადი არის. სამყაროს ძალიან უყვარს ბალანსი. როდესაც ჩვენ ვარღვევთ ბალანსს, მათ შორის სიკეთეშიც კი, როდესაც ჩვენ ვართ ზედმეტად კეთილები, ზედმეტად კარგები, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს უკაცრავად ფრანგულისთვის, მაგრამ ფეხებზე ვიკიდებთ და კონცენტრირდებით სულ სხვა ვიღაცაზე, სულ სხვა რაღაცეებზე, ხო? როდესაც ჩვენ საკუთარ თავს ვწირავთ სხვებისთვის ან სხვისთვის, ამ დროს ჩვენ არანაირი პრეტენზია არ უნდა გქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გვემართება რაღაც
ცუდი და არასასიამოვნო. იმიტომ რომ ჩვენ თავად ვაწერთ ამ დროს ხელს იმას, რომ ჩვენ ვართ მსხვერპლები და ჩვენ შეგვიძლია რომ შევწიროთ საკუთარი თავი, საკუთარი ენერგია სხვისთვის, სხვა ადამიანებისთვის, სხვისი ამბიციებისთვის. ხვდებით ხო, რასაც ვგულისხმობ? კი, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი არის, ამის გააზრება და ამ ენერგიებიდან გამოსვლა ძალიან რთული არის. გაიაზრო ის, რომ შენ შესაძლოა მთელი შენი ცხოვრება სხვებისთვის ცხოვრობდი და არა შენთვის, მაგრამ ზუსტად აქ ირღვევა მეგობრებო ბალანსი. ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ ჩვენთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებმა არ უნდა დაგვაინტერესონ და სხვა ადამიანებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და მათი გრძნობებიც უნდა დავიკიდოთ, ხო? ისევ და ისევ უკაცრავად ფრანგულისთვის, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ საკუთარ თავზე, საკუთარ პატივისცემაზე წინ სხვისი პატივისცემა და სხვისი ენერგიები, სხვა პიროვნება. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ? და აქ მოდის ზუსტად ასეთი ენერგია და ასეთი ფსიქოლოგიის წარმომადგენელი არის, რომელიღაც თქვენგანი აშკარად. შესაძლოა ორივე. რომ მე ამდენ კარგს ვაკეთებ და სამყარო რატომ მიხდის ცუდად. აი რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა ასევე პატარა ბრაზის სამყაროზე თითქოს. და მე თქვენი ძალიან კარგად მესმის მეგობრებო, სავსებით გასაგები არის ჩემთვის თქვენი გრძნობები და სამყაროსთვისაც, მაგრამ ბალანსი მეგობრებო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისტერიულად უნდა აკონტროლოთ ვისთვის რას აკეთებ და როგორ აკეთებთ, ხო? უბრალოდ მეტი კონცენტრაცია საკუთარ თავზე და ის ენერგია, რომელიც მიდის სხვა ადამიანებში, უნდა შევუშვათ საკუთარ თავში და არა სხვებში. ხვდებით ხომ? სიკეთე სიკეთით ყოჩაღები ხართ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ყველა არ იმსახურებს თქვენს სიკეთეს. და მეცაც ვიტყვი, მოდით ვიქნები პირდაპირ, ახლა ეს ინფორმაცია შეიძლება ბევრ თქვენგანს არ მოეწონოს ძალიან და არა სიამოვნოს, გაფრთხილებთ, მაგრამ დავსვით საკუთარ თავს შეკითხვა. რამდენად კეთილი ვარ რეალურად, თუ საკუთარი თავის მიმართ კეთილი არ ვარ. თუ საკუთარ თავს ვლანძღავ, ვეჩხუბები, არ ვაღიარებ, ხო? ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ? და რა უნდა ამ ადამიანს თქვენგან? პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე ადამიანს თქვენი ყურადღება ძალიან სიამოვნებს თქვენი აღიარება, ადამიანი თქვენთან გრძნობს გარკვეულ დაცულობას, გრძნობს თავს კომფორტულად, თავისი აი ამ მსხვერპლის პოზიციით თითქოს. კიდევ მინდა რომ აქ დავამატო არკანები, ასევე დავამატებდი იმას, რომ ადამიანი აშკარად გაკვირდება თქვენ სოციალურ ქსელებს, პოსტებს, ფოტოებს, აშკარად ჩანს ეს კვერთხების სრვიანი. ადამიანს უნდა რომ ურთიერთობა უფრო სწრაფად განვითარდეს. ადამიანს ხმლების დედოფალი, თასების 7-იანი. აქ სხვათა შორის რაღაც გარკვეულ ილუზიებსა და ტყუილებსაც კი შეიძლება ჰქონდეს ადგილი. თითქოს აქ მომდის ისეთი ენერგია, რომ აქ ორივე თქვენგანი უკაცრავად ზოგადად ყველას ეხმარება. მოდით ამით დავიწყებ. ანუ ყველა ადამიანი, რომელიც ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, გარკვეული გაკვეთილებით გვეხმარება, ხო? და აქ იგრძნობა რაღაც ისეთი ენერგიები, თითქოს თქვენ ერთმანეთს გააზრებულადაც და გაუაზრებლადაც ეხმარებით რაღაცეების გააზრებაში, სიმართლის პოვნაში რაღაც კუთხით და თქვენი მხრიდან აქ იცით როგორი ენერგიები მოდის. თითქოს თქვენ მას ეხმარებით იმაში, რომ გარკვეულ სიმართლეს თვალებში ჩახედოს. ეხმარებით ილუზიებიდან გამოსვლაში. და ადამიანს ეს მოსწონს, ადამიანს ეს სჭირდება შინაგანად, მიუხედავად იმისა, რომ სადღაც შეიძლება აქ გულსაც ტკინდეთ გაუაზრებლად, ხო? რაღაც კრიტიკა, კონსტრუქტიული იგრძნობა თქვენი მხრიდან თითქოს უფრო მეტად. დავამატოთ არკანები რა უნდა თქვენგან. პენტაკლების 9-იანი, პენტაკლების ტუზი. რაღაც გარკვეული მატერიალური ასპექტების სურვილიც მოდის აქ, მაგალითად ადამიანს შეიძლება თქვენი მხრიდან უნდოდეს
ფულის ენერგია, ხო? თუ დავუშვათ თქვენ ხშირად სესხულობთ ადამიანს ფულს, ან ხშირად აძლევთ ხოლმე ფულს, ხშირად უკეთებთ საჩუქრებს ან რაღაც ასეც, ადამიანს ეს ძალიან მოსწონს, ადამიანს ეს ძალიან უნდა და ზუსტად ეს არის რაც უნდა მას თქვენი მხრიდან, ხო? ასევე აქ დასტის ძირზე მე მყავს არკანი ეშმაკი, უფროსი არკანი, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადამიანი საკმაოდ აღფრთოვანებული არის თქვენი გარეგნობით, ადამიანს ძალიან უნდა თქვენი მხრიდან მიიღოს ძალიან ბევრი კომპლიმენტები, ასევე ადამიანს უნდა რომ მიიღოს საკუთარი გარეგნობის აღიარება და ასევე ადამიანს თუ დავუშვოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ჩაიფიქრეთ, ამ შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ ადამიანს ასევე სქესობრივი ასპექტითაც უნდა, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან ენერგიის მიღება. თუმცა უფრო მეტად და უფრო მკვეთრად აქ იგრძნობა ის, რომ ადამიანს უნდა თქვენი მხრიდან ბევრი კომპლიმენტის მიღება გარეგნობაზე, უნდა რომ იგრძნოს თქვენი მხრიდან ის, რომ თქვენ აღფრთოვანებული ხართ მისი გარეგნობით, მისი ვიზუალით, რაღაც ეს აღფრთოვანება, ცოტა აბსესიაში რომელიც გადადის, ხო? აი რაღაც ასეთი უნდა რომ შეიქმნას თქვენგან. კიდევ ერთი არკანით შევაჯამოთ, აბა კიდევ რა უნდა თქვენგან, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას და თასების ორიანი. მეგობრობა, მეგობრული დამოკიდებულება, ამხანაგური დამოკიდებულება, ჩვეულებრივი კომუნიკაცია. კომუნიკაცია, სადაც თქვენ ერთმანეთს კარგად უგებთ, სადაც თქვენ შორის ყველაფერი არის კარგად, ჰარმონიულად, სადაც თქვენ შორის არის მეგობრობა ან მეგობრობაც, ხო? იმიტომ რომ თუ თქვენ დავუშვათ პარტნიორი ან ვიღაც ასეთი ჩაიფიქრეთ, რა თქმა უნდა, პარტნიორულ ურთიერთობებშიც ფიგურირებს მეგობრობა, ხო? ჯანსაღ ურთიერთობებზე მაქვს საუბარი. და აქ ადამიანს ძალიან უნდა მეგობრობა, ძალიან უნდა რომ ბევრი რაღაც გაგიზიაროთ, ადამიანს უნდა რომ ყველაფერი მოგიყვეთ, ადამიანს აშკარად უნდა რომ თქვენ მის ცხოვრებაში, მის რეალობაში ფიგურირებდეთ აუცილებლად, ხო? და ნახეთ ადამიანს თქვენ თავს აგრძნობინებთ გამარჯვებულად, თქვენ თავს აგრძნობინებთ ძლიერად და ზუსტად ეს პროცესები სიამოვნებს მას, რომ თქვენ მას არამხოლოდ აძლიერებთ, არამედ ძლიერად აგრძნობინებთ თავს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, აბა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას რა უნდა თქვენგან? კვერთხების რაინდი, სექსები უნდა აშკარად თითქოს აქ ადამიანს. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, ნუ ან ასე ვთქვათ, ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისივე სქესიც იზიდავს, მოდით ასე ვიტყვი, ყოველი შემთხვევისთვის აქ ადამიანს თქვენთან მიმართებაში რაღაც გარკვეული სქესობრივი სურვილები აშკარად გააჩნია. თუ ეს შეუძლებელი არის, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს თქვენგან უნდა გარკვეული კრეატიული ენერგიის მიღება. თქვენ ადამიანს მოხტავთ კონკრეტული ენერგიებით, გარკვეული მოტივაციით, გარკვეული ძალით და ამატოთ არკანები და ვნახოთ რა უნდა მეორე ვარიანტისგან მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. უფროსი არკანი ვარსკვლავი, უფროსი არკანი განდეგილი, არკანი ვერთხების მეფე, არკანი სამყარო, უფროსი არკანი და ქურუმი ქალი. ღმერთო ჩემო, აქ რა ხდება მეგობრებო? ეს რა არის? რა უბედურობაა მეგობრებო? აქ რასაც ვხედავ, კარგით, მოდით დავიწყებ ახსნას. მე პირველ რიგში აქ ბევრი უფროსი არკანი ამოვიდა, თქვენ თავად ხედავთ. და აქ მე ვიტყოდი იმას, რომ ადამიანისთვის თქვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხართ, ვიდრე ამას გამოხატავს და პლუს ამასთან ერთად ადამიანი შეიძლება ამას საერთოდ არ გამოხატავდეს, მაგრამ ადამიანს ძალიან უნდა რომ თქვენ მის ცხოვრებაში როგორც მინიმუმ დიდი ხნით იყოთ თუ სამუდამოდ არა, იმიტომ რომ თქვენ რეალურად მასზე ბევრად უფრო დიდი ზეგავლენა გაქვთ, ვიდრე გგონიათ. ბევრად უფრო დიდი ზეგავლენა და აშკარად იგრძნობა აქ ისიც, რომ ადამიანი არის რაღაცნაირად ჩაკეტილი. სხვათა შორის შეიძლება აქ ადამიანს ჰქონდეს ჩაკეტილი აკაუნტები, ხო? აი Facebook-ზეც არის ეს ფუნქცია, Instagram-ზეც და თუ არ ვცდები სხვა გარკვეულ სოციალურ ქსელებშიც შესაძლოა ამ კუთხით იყოს ჩაკეტილი, ამ კუთხითაც უფრო სწორად ამით გამოხატავდეს
თავის ჩაკეტილობას, ასევე იგრძნობა ამ ადამიანში რაღაც გარკვეული შინაგანი მარტოსულობა და რაღაც იმედის ნაპერწკალი, რომ იქნებ მერე შეიცვალოს რამე, იქნებ მერე მოხდეს რამეო. ასევე დავამატებდი იმას, რომ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან შეხვედრა, თუ თქვენ შორის არ არის ხოლმე შეხვედრები, ხო? თუ მაგალითად თქვენ შორის არის დისტანცია, იმიტომ რომ ზოგი თქვენგანი შემთხვევაში აქ დისტანცია ძალიან მკვეთრად იგრძნობა, შეიძლება სხვადასხვა ქალაქებში ან ქვეყნებში ცხოვრობდეთ და აქ ადამიანს აშკარად უნდა თქვენთან შეხვედრა, თქვენი ნახვა. ადამიანი ხშირად წარმოიდგენს კიდევაც ამ პროცესს. ხშირად წარმოიდგენს ხოლმე ვიზუალიზირებს. ადამიანს უნდა თქვენთან ფიზიკური სიახლოვე, ფიზიკური შეხვედრა, თან დასტის ძირზე კვერთხების ტუზი მყავს. ძალიან უნდა თქვენთან ფიზიკური სიახლოვე, მაგრამ მხოლოდ ამით არ მთავრდება აქ სიტუაცია. ამიტომაც თუ თქვენ გქონდათ ეჭვები, რომ იქნებდა მას ჩემთან მხოლოდ სქესობრივი რაღაც პაწიფუწიები უნდაო, აქ მე გეტყვით იმას, რომ არა, აქ მხოლოდ ასეთი სურვილები არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აქ სურვილი ძალიან ძლიერი არის, ძალიან მძლავრი არის. აქ ასევე ადამიანს აშკარად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხართ, ვიდრე გგონიათ. აშკარად. და ადამიანი აშკარად არ გამოხატავს ამას. ზოგადად აქ ჩანს ის, რომ ადამიანი არის ძალიან ექსტრემალურად ჩაკეტილი. ძალიან უჭირს გახსნა, ძალიან უჭირს საკუთარ თავზე რაღაცეების მოყოლა შესაძლოა, ხო? ძალიან უჭირს ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვა, საკუთარი რეალური ვინაობის როგორც მინიმუმ მკვეთრად ჩვენება. ადამიანს ეშინია, რომ მოახდენს თქვენზე ცუდ შთაბეჭდილებას თავისი რეალური სახით, თავისი შესაძლოა, სხვათა შორის ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა თავისი რეალური გარეგნობითაც, ხო? თუ მაგალითად რაღაც ასეთი არის. თავისი რეალური გარეგნობით. იმიტომ რომ ხშირად თანამედროვე სამყაროში ხშირად იყენებენ ადამიანები ფილტრებს, ხელოვნურ ინტელექტს, Facetunes და ეგეთ რაღაცეებს, ხო? გარეგნობის შესაცვლელად. ადამიანს ეშინია, რომ თქვენ შეიძლება გაგიცრუდეთ ამ მის გარეგნობაში იმედი. თუმცა ცხადია ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. და თქვენი მხრიდან რაც უნდა, ეს არის მიმღებლობა, ეს არის ლოდინით, სხვათა შორის ადამიანს ძალიან უნდა, რომ თქვენ შეძლოთ და დაელოდოთ მის ქმედებებს, დაელოდოთ მის გახსნას, იმიტომ რომ გავიმეორებ, ადამიანს ძალიან უჭირს ბოლომდე გახსნა და გახსნა იმ კუთხით, რომლითაც თქვენ გინდათ, რომ გახსნათ ეს ადამიანი და მას ძალიან უნდა და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ მას დაელოდოთ. იმიტომ რომ ადამიანი მზად არის გაჩვენოთ თქვენ საკუთარი რეალური სახე, მაგრამ ჯერ არა. იგრძნობა ეს, ცით, იგრძნობა ეს მისი ჩაკეტილობა. ადამიანი ძალიან ტრავმირებული ჩანს. კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა სურს თქვენგან მეორე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. არკანი ხმლების ორიანი, არკანი იმპერატორი ქალი, ისე უფროსი არკანი პენტაკლების დედოფალი. ადამიანს სურს ჰარმონია, ადამიანს სურს ის, რომ იგრძნოს მეტი სიმშვიდე თქვენთან, თქვენს ურთიერთობაში. სქესობრივი სურვილები აქაც ჩანს, აქაც ეშმაკის არკანი იყო დასტის ძირზე. ადამიანს უნდა, რომ თქვენ გქონდეთ მის მიმართ უფრო მეტი მიმღებლობა და ადამიანს ძალიან დიდი შიში აქვს იმისა, რომ თქვენ მას ან რაღაცას მასში, რაღაც დეტალს არ მიიღებთ ან ვერ მიიღებთ. რაღაც ასეთი შიშები იგრძნობა აქ მისი მხრიდან. ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან უფრო მშვიდი, უფრო ჰარმონიული ურთიერთობა და იცის, რომ ამისთვის საჭირო არის, რომ გაიხსნას და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ თქვენ მას დაელოდებით. კიდევ მინდა აქ შევაჯამო რა უნდა თქვენგან, რა სურს თქვენგან. ქურუმი კაცი, ისევ უფროსი არკანი. ბევრი საიდუმლოებები ჩანს აქ, ბევრი ფარულობა, ბევრი ჩაკეტილობა. ყველაფერი გითხარით უკვე ამ ადამიანზე, ყველაფერი გითხარით. და ქურუმი კაცი. ადამიანს
უნდა რომ თქვენ მას დაელოდოთ, მაგრამ აქ გირჩევდით იმას, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ მაინც გირჩევდით ყველას, ვინც ამოიჩიეთ მეორე ვარიანტი, იყოთ უფრო ფრთხილად ამ ადამიანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი რაღაც არის, რასაც ადამიანი მალავს და მალავს არა რაღაც ნეგატიური განზრახვებით, არამედ საკუთარი ჩაკეტილობის გამო. თავისი ფსიქოტიპის გამო, მოდით ასე ვიტყვი. და არა რაღაც ცუდი განზრახვებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ცუდი განზრახვები არ აქვს, შეიძლება რაღაც არ გესიამოვნოთ, ხო? სულ ეს არის მეგობრებო, დაგემშვიდობებით, წარმატებებით და ნახვამდის.